გშა აი მე გამოდითაგო გადიხ დროზე ვიდი მოიდი გამარჩოს ის გშა ის მორბის ივანე სახში არ არის ეთყობა ეს მეუშნიკები რო აქუდე რა გინდა ძალიან უცბად უნდა ჩავწერო პაწაწინა ვლოგი რაც გამოვა მოკლედ შპალიერს ვიწყებთ დღეს რაშა ტაძარში არ წავიდა და დარჩა და დავიწყოთ შპალიერი ისე თორე ისე არაფერი არ გამოდის და ვერაფერ დავამთავრეთ მოკლედ ეგოთახი იმ ერთი სული მაქვს წუხელს იმაში ნახულობდი უკვე რომ მეთქი უნდა უთხრა რომ მოდი ერთის ჩამოკრაში მომეხმარე რომ სწორედ ჩამოვაკრეთ და დანარჩენს მივყვებით ხა შპარიელის გაკვრა ვიცი და ხო და მე ეკუდი რომელი არის ეს ქარბატონი არა პანდა ბიჭი მოსულა როგორ ხდები ჩემს ზედას ჩემო ლამაზ მე იმ კატას ნერვოზია აქ ქათმებიც კი ნერვებს უშლიან შავ კატას მოდი ჩემ ფიჭიანი თაფლი შევჭამე და რა ტკბილი იყო ყელი ჩამწვა მოკლედ აი ყოველ დილთავ ჭამხო რა დილავ ნუ მე პატარ აი მაღაზე მეტი რომ მინახია მუკბანგერებისთვის რომ მინახე რომ ფიჭიან თაფლს ჭამენ აი მე მეგონა რომ აი რომ მოვიტანდი მეთქი სულ ვერ ფიზიკურად ვერ შეჭამ ძალიან ტკბილია და ვერ შეჭამ რა ბარბარეს უნდოდა თაფლი არ უყვარს ხო და ძალიან ცოტა გავასინჯეთ და არა ძალიან თაფლისკენ მოაქვს მოდი ამას ისე გავაწებოიანებ ხა და გავაკრახვალებ ხა ზედა და შავი უფკას რო ნახეთ როგორ ხდება ჩემი მას აი მე შავები მოწვია შავ-თეთრში გვაცვიეთ მე და პანდას ჩემ ლამაზ ბიჭს ჩემი პატარა მუხლებიანი ბიჭი ვინ არის და პატარა თალებიანი კოჩუი როგორ ლამაზად ამაკ ის ქენი რა ვქენი რაღაცა უნდა მეთქვა რაღაცა ვქენი მეტი როცა გავიხსენებ რა ვქენი გეტყვით დამოყრინებ ჩემო პრინცო თეთრს გეცებ კატას აქ ნერვოზი გაქანებული რა უშველო შეიძლება რა მე უშველო ისეთი ობოლა გადი გაეცალე მაგას თუ არ დექიმად არ ვიცი რას გიზავ მე როგორ დედალად არბის იცით ობოლა ჩემის ციცოცხლე აქ ვარ მოდი შემოდი ბიჭო ბუერა დღესაც კაი ამინდი ჩანს საერცხის დარეცვა კაი იქნებოდა მაგრამ მე საერცხის წამალი გამითავდა საერცხის ფხნილი ხო წამალს რომ ამბობ ხოლმე ზოგი გაუცებულია რომ წამალი რა არისო ამ მთელი ცხოვრება საერცხის წამალს ვიძახი და მე რა გარეთ გავიდა და ივანესთვის მინდა საროჭკები თბილები აი ეს ერთი საროჭკა გაქვს თავისი ზომა ეს არის ჩვეულებრივი აი ეტყობა კიდეც ჩვეულებრივი და არა და იქ იმისა იყო ფულეს საროჭკები იყო თბილები და ერთი ცალი ჰქონდა ისე მაგრად იხმარა ისე მაგრად რა იყოს და როგორ მოვტყუდი მაგრამ საერთოდ გათვალისწინებული არ მქონდა ეგა და მე ერთ დღეს მოვიცილ და გავცვიდეთ და ვიყიდოთ 1-3-4 ცალი რო ვიყიდო კაი იქნება
ესე დღეს უნდა მოვჩეთ. ყველა ვარიანტში უნდა მოვჩეთ შპალიერი. მე მულთაც რომ მინდოდეს ჩემი საქმე. ერთ წამი იმას შემოვაგდებ, ძალიან გარეთ გავიდა. კარებთან იჯრად ბალახს ჭამდა. თავს მკურნალობდა. ხო და რას ვამბობდი, მე ფიზიკურად მე ჩემი საქმე აღარაფერი არ იქნება. ვერაფერს ვეღარ მივეხმარები. გარდა შემიძლია ხინკალი გავუკეთო, იატაკს რო დააგებენ. დღეს რომელი ოქტომბერია? 20 და რაღაცა. მე რაც ვიხელები გაქვს. მოდი. ეს ძალიან მორიდებული და ძალიან ჭკვიანი ბავშვი. ამაზე შემეკითხეს აღარ გააშვილეო და არავის არ უნდოდა. ვამბობდი რომ ხო ვაშულებდი, მაგრამ ხوار გავყრი რა უყო. ეს როგორ გავაბდო ხარ ხნუგი წავას ჩამივარდა. ციმი პრინცია ძალიან. ეხლა უკვე მენანებიან რომ სულ ჩემთან არიან და სულ ჩემთან გაიზარდა და მენანებიან გაშვილება და გასხვისება. არ ვეფერებით რა ხერებს აკეთებ. მაგიტაზე არა. აი, ხო ეგრე. აი, მე ლაკი ბავში ხარ. შენ ლაკალკი ბავში ხარ. ასე მტერ დაგეცალოთ. წიწილები გაურბენენ, გაურბენენ გარდა ნერვოზია ქიმას. ეხლა განახოთ მეცო. ოხარა ბიჭი მოსულა, ოხარა ბიჭი მოსულა. ოხ შეგენათალე. იაპონკა ქათმე. სუშა ყველაფერი შავ-თეთრი რატომ ყავ? ესეც შავ-თეთრი. ესეც შავ-თეთრი. იმათ ერთი აკლიათ ეხა შავ-თეთრი ქლისა ძიძილა. ის ნახე. აუბედურებს წიწილებს კი რა კატებსა ეს. რა კიდაკ. ესეთი დილა არის ჩვენთვის ყველაზე კარგი დილა. ბავშვები სახლში არიან, იონია ტაძარში და აი ყავას როსვავ და გარშემო რომ რავი ქათამი ძაღლი კატა ყველაფერი რო დადის. უბრალოდ ეს ბიტუნის ეზო არ მომწონს, სიმწვანე რო არ არის, ეგ არ მომწონს. მე ახლა ის რო ტალახდება, ის არ მოგეწონებოდა მართალი ხარ. მაგრამ აი სიმწვანე შემოტანა მინდა რამდენი ხანია უკვე, მაგრამ ვერ მივედი რა მაგამდე მოკლედ. ან პატარ-პატარა ისინი რო გავაკეთო, დეკორატიული ქოთნი ისინი რა. რავი, ნახოთ. ჯერ 3 თვეაში პარიელი ვერ გავაკარით. დღეს ხვალობით და ნუ მართალია ჩვენი ბრალი არ არის. ვასიზავ საქმეები და სამსახური როა, მაგრამ კაია დღეს მოვჩებით, უიჭველი მოვჩებით. ხო ჩემულამაც. ეხლა წავალ უბრალოდ გამოუსმევ ცოცხს. რომ ზედმეტი რამეები ავიღო, რომ ზედ უნდა ვიაროთ და ისედაც მოსუფთავებული მაქვს, მაგრამ იმის მერე ხო შევღებეთ ჭერი და აინც მიუსმოუსმევ, მიფუც მოვფუცა. და ვნახოთ ეხა როგორია და მე როგორი იქნება. ჩემულამაც უნდა წავიდე. ეხა და შენ აქ დაგტოვებ, კაი ჩემულამაც. ვაი ვეჭები ლამაც და ჯექი ჩემო თქვილო. და ჯექი აი მეორე პანდა მოგივიდა შავ-თეთრი.
წავედით ხა ნახოთ მაღლა რა ხდება. ნახოთ. როგორია ჩვენი ოთახი? მე ესე უნდა ხო? გარეთ გავალ. აი ესე. მე პანორამა სურათს გადავუღებ და ნახოთ როგორი იქნება ეს სიტუაცია. ბევრი არაფერი არ არის, ავიღებ მარტო. არ არის, ნაგავი არ არის. ესე ცოტა რაღაცები ყრია. აქ სუფთა. მოგეთ ცოცხი ტყუილა მომიტანე, ხა წავალ იმას ამოვიტან და კარგა გაწურუტელოს მოვუსმე და სუფთად ვიმუშაოთ. ოკეი. მანამდე სურათებს გადავიღებ მე. ესენი მე ვიყიდე როგორც მახსოვს 2 4 6 8 10 12 15 წელი ანუ 9 და 6 ვიყიდე არა მუქი ფერი ვიყიდე 2 4 ხო 6 და უნდა მეყიდა ანუ მე 9 ვიყიდე ეს 6 ვიყიდე მუქი ფერი და უნდა მეყიდა 7 და 5 ვითომ ნახოთ აბა მე მეტად მეტი ვიყიდე ეგ რო გადავთვალე ხო და ნახოთ აბა ძალიან ბევრი დაგვრჩება და ლაშა იყო მართალ თუ მე 2 4 6 8 9 2 4 6 ხო 9 და 6 მეიდია და ლაშა მეუბნოდა 7 და 5 შევიტანოთ ხა ისე დაცხარ მიმდინარეობს მზადება ჩვენ ავართ ძალიან სუფთა მუშები სუფთა ესები ისე სუფთად უნდა გავაკეთოთ, რომ გუშინდელი ჩემი რემონტი კი არა და უბორკა არ დაზიანდეს რა. პრინციპში არც ისეთი არაფერი არ არის საქმე. ეხა აქ მაქვს რა ქვია. ის რო ძველდება ხოლმე. მე ხო თეთრებს ვიყენებ, ბალიშის პირი არ რაღაცა რა რო შეილახება ხოლმე. რო გამოხარშავ ასე ვჭრი. იმიტომ რომ ყოველთვის გამოვიყენებთ ხოლმე. ეხლა მაგალითად შპალიერისთვის დამჭირდება ეს ჩამოსასმელად ხელის გასასუფთავებლად რომ შპალიერი არ გაუჭუჭყია. აქ დავდებ. 1 2 3 4 ამდენი შეიძლება არ დაგჭირდეს, მაგრამ მაინც აქ იყოს. ის შევიტანე უკვე. ეს უნდა დავკეტო. ლაშა წავიდა. წებოს გასაკეთებლად. ой, ესენი მაგასაძრობი მე. ავადრობ რა. წებოს გასაკეთებლად წავიდა და უა დავიწყეთ.
სანამ ლაშავა, ავაკ როგორი ეკოა. სიცარიელერო. აი როგორი მუშები ვართ, ნახე. ჩემს დალაგებულ ოთახში დავჭდები. აუგუშინ ესენი უნდა მომერწყა და დამავიწყდა. და ისა კითხვაზე გავცემ პასუხს თუ ვაიმე რას ყოვა. რა ჯდება რემონტი? რა დაგვიჯდა რემონტი? იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მუშა არ ყოლია. მუშები ვართ. ჩვენ ვევაკეთებთ და მიხმარება თუ ახლა აი ხა მაგალითად იატაკზე ვარიჭკა უნდა მოგვეხმაროს. ანუ სიცნობთ თქვენ. ჩანგლის ვიდეოდან გესადიებათ. ხო და დანარჩენს ჩვენ გავაკეთეთ. და მაგის გათვალისწინებით რომ მუშისთვის ჩვენ თანხა არ გადაგვიხდია და იცით ალბათ რომ მია გავიხედო. ვიღაცა იწახდა. ხო და იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ მუშისთვის თანხა არ გადაგვიხდია. საკმაოდ ძვირი ის ხო მე მგონი როგორც ის რა ქვია მასალაღებს ერთი იმდენი და მუშას როგორც ვიცი და არანაკლებ. ხო და მაგის გათვალისწინებით და იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ საძინებელსაც ყიდულობ საძინებლიან ყველაფრიანად რომ მოთვალო დაახლოებით 5 დაგვიჯდა. ჯერ კიდე არ არის გაკეთებული, მაგრამ ეს გრუბად რომ მოთვალო ისიც რომ ესეც და ისიც და ჭაღიც არ მაქვს ჭაღი ნაყიდი დაახლოებით 5 დაგვიჯდებოდა. მაქსიმალურად ვცდილობთ ისევ ისინი გამოვიყენოთ რაც გვაქვს, ეს კარები გუშინ განახეთ რომ ლაკავდი და ძალიან შველი გამოვიდა. მე ამებს რო გავწმენ და რაც ლაკი წაისვა მასაც ტონით გავასუფთავებ, ამ შუშებს ვტოვებ. ძალიან ლამაზი შუშებია და მომწონს. თან შუშებს იმიტომ არ ვცვლი, რომ X კალიდოში სინათლე შევიდეს. და მთლად ჩამოქებული და ჩაჟამული არის. ესე. ეს სუნი მიყვარს სიახლის სუნი. ლაკი. ძალიან მალე გაშრა. მეორე დღეა და უკვე შრალი. და ლაპარაკებს სულ. ასე დაგვიჭდა. ჭარი უნდა ვიყიდო გოგოებთანაც არის დაახლოებით იგივე, ოღონდ დიდი. ნახოთ რა გაქვს. მეორე ბლოკში ალბათ უკვე ნახევარ არა ნახევარ დღეს უნდა დავამთავროთ. უეჭველი. ფეს უეჭველი უნდა დავამთავროთ. ეხლა რას გავაკეთებთ? ლაშა უსმენს ხოლმე მუსიკებს ან რაღაცებს უსმენს ხოლმე YouTube-ზე რა, ერთად რა ისა წინაზე თეატრს უსმენდა და ინა გადავხდი ფანჯრიდან. მეთქი ჩაუწიეთ. ხო და ისა. ეხლა ნაუშნიკებს შემოვიდან ჯერ ერთს გავიკეთებ, რომ თან რო ვილაპარაკებთ მეორეთი ვისმინო. ერთმანეთს რო გავუგოთ. ხო, ფართაც არ მეყიდი ეგეც გავითვალისწინებ და ესე ჩავსვათ 5000-ში. ხო და აქვე იმ კითხვასაც გავცემ პასუხს და სულ რამდენჯერმე დაიწერა და ჯერჯერობით აღარ იწერება, არ დამიბლოკია ეს ადამიანი. როგორ არ მოგფესებდა ყოველ წელს რემონტი, დადექნა ერთიანად გააკეთე ბარე. 5 უნდა ამ ოთახს, სულ მაქვს 4 ოთახი. მაღლა, თორე დაბლაც ხომ აქვს გასაკეთებელი ის ბატონი. დაახლოებით ეგ დაჭდა ბარბარის და ნინოს ოთახი რო გავაკეთეთ და ეს კალიდორი. ეგრე დაჭდა ის. დაახლოებით ეგ დაჭდა იოანეს ოთახი, როდესაც გაკეთდა. და ეხლა ჩვენ გვაქვს გარეთ გასაკეთებელი ოთახი, რომელიც მეორე წელს უნდა გავაკეთოთ და წარმოიდგინე ერთად აღებული 5 ოთხჯერ. რომელი უფრო ადვილია?
ეკაია კი ერთიანად გააკეთებ და всё მორჩევის უდალაგებულში იქნები. მაგრამ უნდა გაწვდე. ასე რომ ყოველ წელს ვირჩევნია, ასე გავაკეთო თან ჩვენ სუფთა მუშები ვარ და არავინ დაბოდიალობს. ივანეს ოთახი რო გაკეთდა, იქ მარტყოფელი ბიჭი იყო რა მუშა. იმდენად სუფთად აკეთებდა ყველაფერს, იმდენად სუფთად, რომ ფიზიკურად საღამოხანს არაფრის მილაგება არ აღჭირდებოდა ხოლმე, რანუ ისე თუ დანარჩენს ძალიან სუფთად აკეთებდა. ველოდები აბა სად არის? ეხლა შემოიტანს რადგან ცოტა კი არა, კარგად დაბრეცილი კედლები იყო და კაი ხანი მომუნდა რამდენიმე პირი ამის გასწორებაში, პავკოლას და მერე შკურკვას, ყოველთვის პირველ ხელზე ერთი შპარიელის ვაბავთ ხოლმე, ვაკრავთ ლაზერით, რომ იყოს სუფთა, სწორად. მერე გავყვებით. ფარდა მინდა წარმოდგენილი, მაგრამ ფერი შპარიელიც არ უნდა ყოფილიყო და რაღაცა დაიხარ მithuetes რა ფერებიც ვიყიდე. ფარდა მაქვს წარმოდგენილი, აი თეთრი არა. აი ესეთი ფერი, ოღონდ მუქი ფარდა არ მინდა, თხელი უნდა მიყიდო მარტო. ოღონდ გამჭვირვალე არა. აი ესეთი მასიურად და ერთიანი. რომ სინათლე არ დამეკარგოს ოთახში. აი მომერთო. გავედით ბოლოში. შპარიელი უკვე ბოლოში გასვლის ნიშნებია. და ერთი სულმაგროდის წავართ და ვიყიდით საძინებელს. წინათვის ბოლოს მქონდა საძინებლის ფული უკვე სრულიად მზად. 3000 ლარი. ექსკურსია იყო. რა იყო? მეორე ექსკურსია იყო. თუ ერთი იყო ჯერ, თუ ორი იყო. ორი. თუ ერთი. მოკლედ. იქ რაღაცა იყო, იქ გადასახადი იყო იოანესი და მოვაკელი. თო დაბადების დღეები დამავიწყდა რამდენი იყო. და მოვაკელი, იქ საჩუქარი, იქ რაღაცა, იქ ტორტები და მოვაკელი. მაგრამ აი ახლა რო ავიღებ თვის ბოლოს, ბოლო ხელფას სამსახურში, ბოლო ხელფას 29-ში, ოთხშაბათს. აი მან სრულად მექნება უკვე. და არც არაფერი არ მაქვს მე გადასახადი. აღარ მოვაკლებ მაგის ფულს და ჯერ ვერ წავართ და ვერ ვიყიდით, იმიტომ რომ ეს მზად არ გვაქვს. ეს როგორც კი დაიგება, მეორე დღესვე გავცვით. გავიკეთეთ და მეორე დღეს მოვაქვთ ხოლმე, მე მგონი იმათაც აწყობენ და ყველაფერი ადგილზე გვაქვს. წებოც ადგილზეა. გავამზადეთ